Как ты считаешь, кто опаснее сейчас для Ислама Махачева, Арман Царукян или Атапури? Мое личное мнение, не то чтобы там опасен, скажем так, более конкурентен. Я думаю, что Царукян. Я думаю, Арман посерьезнее боец. Считаю, что Арман более конкурентоспособный для ислама, чем Тапурия. Тапурия перешел и дерется сразу за пояс. Ислам его выиграл. Потом Тапурия дерется еще один бой. Он еще раз проигрывает. То есть он вообще никем не был в 155, и Ислам выиграл человека, который никем не был в 155. გეგონათ ხაბიბი MMA-დან წავიდა და დამშვიდა? სულაც არა. სწორედ ახლა UFC-ს კულისებში ყველაზე ბინძური თამაში იწყება. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჩვენი ჩემპიონის ილია თოფურიას სუსტი წერტილი იპოვა და ყოველ შესაძლებელობაზე იქურთხამს. რატომ ცდილობს არწივი ასე გამწარებით ილიას მიღწევების დაკრინებას და რას მალავს ის თავისი ძმის უსმანის რეალურ ძალაზე? უყურეთ ბოლომდე, რადგან ფინალში გაიგებთ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ ეშინია დაღესტნურ კლანს ილიასთან პირისპირ გამოსვლა. ასეთ ანალიზს სხვაგან ვერ სადმოისმენთ. ილია თოფურია და ხაბიბ ნურმაგომედოვი. ისტორია, რომელიც არ სრულდება. ეს დაპირისპირება დიდი ხანია გასცა ჩვეულებრივი სპორტის ფარგლებს. ეს არ არის მხოლოდ ორი მებრძოლი, ეს არის ორი სხვადასხვა სამყაროსა და ფილოსოფიის შეჯახება. ისინი მუდმივად აკონტროლებენ ერთმანეთს. საკმარისია ერთმა ინტერვიუ მისცეს, რომ მეორე უკვე ამზადებს პასუხს. თუმცა მოდით ვიყოთ გულწრფელები. ბოლო დროს სწორედ ხაბიბის ბანაკიდან მოდის გაცილებით მეტი ნეგატივი მატადორის მისამართით. რატომ არის ხაბიბი ასე ჩაციკლური თოფურიაზე? დიახ, ილია ხანდახან აკეთებს კომენტარებს დაღესტნურ კლანზე, მაგრამ ის ამას ღიად და კაცურად ამბობს. ხაბიბი კი, რომელიც ფსიქოლოგიური თამაშების დიდოსტატია, იყენებს ნებისმიერ თუნდაც უმნიშვნელოვან შანსს, რომ ილიას კბინოს და ის ნაკლებად მნიშვნელოვან ჩემპიონად წარმოაჩინოს. ხაბიბი ჭკვიანია, მანიცის როდის ისაუბროს და როგორ მანიპულიროს ხალხის აზრით. ახლახანს ხაბიბს კითხეს, რას ფიქრობს ილიაზე როგორც ჩემპიონზე და რა მოვისმინეთ? იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა იმ ადამიანის დამსახურება, რომელმაც ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის სინათლე ჩაუქრო, ხაბიბმა თავისი ბიძაშვილის, უსმან ნურმაგომედოვის პროპაგანდა დაიწყო. ხაბიბის თქმით, უსმანი ბევრად უფრო მრავალმხრივია. უკეთესი დარტყმა აქვს, უკეთესი გრაპლინგი და თითქოს ის მარტივად გაუსწორდება ილიას. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ UFC-შიც კი არიან მებრძოლები, რომლებიც ილიაზე ბევრად სახიფათოები არიან. მთელი მსოფლიო ახლა ილიას გრაპლინგზე საუბრობს. თითქოს ეს მისი სუსტი მხარე იყოს. ამბობენ, რომ მას მხოლოდ დამანგრეველი დარტყმა აქვს და ამიტომ გაურბის მოჭიდავეებს. მაგრამ მოდით გადავხედოთ ფაქტებს. სანამ ილია UFC-ში მოხვდებოდა, ის სუფთა გრაპლერი იყო. თუ მის ძველ ბრძოლებს ნახავთ, დაინახავთ, რომ ის სულაც არ ეძებდა დგომში ჩხუბს. როგორც კი შანსი ეძლეოდა, მეტოხე პარტერში გადაყვანდა და იქ აფინანსებდა. არ დაგვავიწყდეს მთავარი. ილია და ალექსანდრე თოფურიები პირველი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამარი აიღეს და ეს გააკეთეს სულ რაღაც 18 წლის ასაკში. ეს არის ისტორიული მიღწევა, რომელიც მეტყველებს მათ უმაღლეს დონეზე. მათი ბაზა ბერძნული რომაული ჭიდაბაა. დიახ, ახლა მათ აქვთ იდეალური კივი და საშინელი ლოუ-ქიკები, მაგრამ მათი საფუძველი სწორედ ჭიდაბაა. ამიტომ როცა ხაბიბი ან სხვა ვინმე ამბობს, რომ ილიას ჭიდაბა არ უვარგა, ისინი ან ცრუობენ, ან საერთოდ არ ესმით ეს სპორტი. სინამდვილეში ყველა მიცის, როგორ ვარჯიშობს თოფურია. სპარინგ პარტნიორებისგან ინფორმაცია ყოველთვის ჟონდავს და დარწმუნებული ვარ, ხაბიბის ყურამდეც მივიდა ამბავი, რომ ილია პარტერში ნამდვილი მხეცია. უბრალოდ მას ჯერ არ დასჭირდება ეს ჩვენება, რადგან მისი მუშტები მანამდე ასრულებენ საქმეს. გაიხსენეთ რაიან ჰოლთან ბრძოლა. მასთან ჩხუბი არავის უნდოდა მისი უცნაური სტილისა და ფეხზე მტკივნეულების გამო. ილიამ კი არა მხოლოდ მიიღო ეს გამოწვევა, არამედ პარტერშიც კი დაამარცხა ის მისსავი სტიქიაში. ეს არის თავდაჯერებულობა, რომელიც მხოლოდ უმაღლესი დონის ოსტატისა აქვს. თქვენი აზრით, რატომ ცდილობს ხაბიბი ასე გამეტაბით ილიას სახელის გაფუჭებას? ხომ არ გუნიათ, რომ მას უბრალოდ ეშინია, რომ ქართველი მებრძოლი მის დიდებას დააჩნობებს? თუ მართლაც ჯერა, რომ უსმანი ილიას აჯობებს? დაწერეთ კომენტარებში. პირადად მე ვფიქრობ, რომ ხაბიბმა უბრალოდ იცის, რომ ილიასთან დაღესტნული სტილი აღარ მუშაობს და ამით თავის დაზღვევას ცდილობს. ველოდებით თქვენს მწარე კომენტარებს. არ დაიჯეროთ ის, რასაც ოფიციალურ ინტერვიუებში გეუბნებიან. სიმართლე ილია თოფურიასა და არმან წარუკიანის ჩხუბზე ბევრად უფრო სკანდალურია. რატომ დაბლოკა დანა ვაითმა ეს ბრძოლა პირადად და რა შუაშია აქ ხაბიბის შორს მიმავალი გეგმები? ამ ნაწილში გაიგებთ თუ როგორ ცდილობენ ილიას იმიჯის გამოყენებას სხვების გასაკაჩად და რატომ არის პედიპიმბლეტი უბრალოდ სატყუარა.
უყურეთ ბოლომდე, რადგან სიმართლე დაღესტნურ კლანთან დაპირისპირებაზე ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩანს. ბევრი ამბობს, რომ ილია არმან წარუკიანს გაურბის, მაგრამ მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ. თავად დანა ვაითმა თქვა, რომ მას ფეხზე ჰკიდია რეიტინგები და არმანისთვის შანსის მიცემას არაპირებდა. კულისებში რაღაც სხვა მოხდა. ილიას სურს ისტორიის დაწერა, მაგრამ UFC ბიზნესია. ახლა ჰორიზონტზე პედი პიმბლეტი ჩანს. თუ ილია პედის ეჩხუბება, ეს სპორტულად მის სახელს ბევრს ვერაფერს შესცენს. დიახ, იქნება დიდი ჰაიპი, ბევრი ფული და მილიონობით ნახვა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ყველა იტყვის, ილიას სერიოზული დაცვა არ ქონია, მან უბრალოდ სუსტი მეტოქე დაამარცხა. ჩემი აზრით, თუ ილიას უნდა რომ მისი სახელი ოქროსასოებით ჩაიწეროს, მან სწორედ წარუკიანი უნდა ჩამოიცილოს. როცა არმანს მოუგებ, იქ უკვე კითხვები აღარავის ექნება. შენ იქნები დაუმარცხებელი მეფე. დაუბრუნდეთ ხაბიბს. რატომ აქებს ის არმან წარუკიანს და ამავდროულად აკნინებს ილიას? იმიტომ კი არა, რომ არმანი მართლა ურჩევნია, არამედ იმიტომ, რომ ილიასთან ბრძოლა იყიდება. ხაბიბი უჭკვიანესი სტრატეგია. ის ხედავს, რომ მისი ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი, რომელიც ახლა PFL-ის ჩემპიონია და 20-0 რეკორდი აქვს, მალე UFC-ში იქნება. წარმოიდგინეთ, უსმანი სულ რაღაც 27 წლისაა. კიდევ ორი ბრძოლა და ის თავისუფალი აგენტია. ის UFC-ში შემოვა 22-0 რეკორდით, როგორც ხაბიბის მემკვიდრე ყოვა. ხაბიბი კი ნიადაგს ახლავე ამზადებს. ის ქმნის კონფლიქტს ილიასა და თავის კლანს შორის, რათა უსმანმა პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს. ეს არის წმინდა წყლის ბიზნესი და პროპაგანდა. ხაბიბმა იცის, რომ ილია ფენომენალურია, მაგრამ მას სჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს, დაღესტნური სკოლა მაინც უფრო მაღლა დგას. ისლამ მახაჩევი, ოცნების ბრძოლა თუ ჩაშლილი გეგმა. კიდევ ერთი თემაა ილია თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა საუკუნის ბრძოლა, საქართველოს დაღესტნის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად ეს ჩხუბი შეიძლება არც დროს შედგეს. რატომ? იმიტომ რომ ისლამი ახლა წონებს შორის გაჭედილია, წინ რამადანია, შემდეგ კი სხვა პრეტენდენტები. UFC-ს არ აწყობს დივიზიონის გაჩერება იან გარის ან მაიკელ მორალესის მგვარი ბიჭებისთვის. თუმცა თუ ილია მახაჩევთან ბრძოლა არ გამოვა, უსმან ნურმაგომედოვისა და ილიას შეხვედრა გარდაუვალია. ორი დაუმარცხებელი მებრძოლი, ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი. ეს იქნება ის მომენტი, როცა ილიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ქართული ჭიდაობა და ევროპული კრივი უფრო ძლიერია, ვიდრე ხაბიბის მიერ ნაქები სისტემა. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხაბიბი უბრალოდ ბაზრობს, რადგან იცის, რომ ილია მთელ მის მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ ილიამ ისლამ მახაჩევსაც აჯობოს? თუ ფიქრობთ, რომ ხაბიბი მართალია და ილიას ჭიდაობა დაღესტნურ დონეს ვერ ქაჩავს, მე პირადად მგონია, რომ ხაბიბს შური უფრო ლაპარაკობს, ვიდრე ობიექტურობა. დაწერეთ თქვენი აზრი, თუნდაც არ მეთანხმებოდით. განვიხილოთ შემდეგ ვიდეოში.